და ბოლოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ქვეყანაში სპორტის პოლიტიკის წარმართვაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა. ლევან ყიფიანმა სპორტის განვითარების კონცეფცია და დარგის სამომავლო გეგმები წარმოადგინა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის განვითარების მნიშვნელობას. მინისტრმა რეგიონების წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობისთვის საჭირო რეკომენდაციებიც გაუწია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რათა სპორტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველასთვის და რა თქმა უნდა როგორც ახალგაზრდულ დონეზე, ისე საპენსიო დონეზეც და პროფესიონალურ დონეზე. ძალიან გვინდა რომ ჩვენი პოლიტიკა იყოს ცნობილი რეგიონებში, რახან არ მოხდეს გამიჯნა, იმიტომ რომ რიგ შემთხვევებში იყო სამინისტრო ერთ პოლიტიკას ახორციელებდა და მეორე რეგიონებში სხვა მიმართულებით მიდის განვითარება. ქრონიკაში მეცააზე დასრულდა. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამის შესახებ ჩვენი მომდევნო გამოშვებებიდან შეიტყობთ. მე კი გემშვიდობებით, გმალობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.